მოგესალმებით ხალხო და მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი დღე არის აი თუნდაც ის რაც დღეს დააფიქსირეს ფინანსთა მინისტრმა მე გაუგნებული ვარ გულწრფელად გეუბნებით აი რაღაც შეღავათების და რაღაც უცნაურობების კასკადი მოდის სხვადასხვა ტელევიზიებმა მოგმართეთ თხოვნითაო და შეგიმსუბუქებთ ესე ვთქვათ საბიუჯეტო გადახდებისაგან თავის არიდების გზითო თუ რაღაც უცნაურობები დაფიქსირდა ასევე უცნაური ტენდენცია არის თითქოს ინგრევა ქვეყანა იქცევა მიშას სასვლას ვითომ რაღაც ვაკუუმი მოყვება და არასამთავრობოებს რა ეშველება და ძალიან უცნაური შორები და ისეთ ყურმართალი ერთად იზილება და თითქოს რაღაც ყიამეთი მოდის და დამერწმუნეთ არაფერი ამდაგვარი არ ხდება დამერწმუნეთ ძალიანაც კარგად მიდის ყველაფერი და მე მოხარული ვარ გულწრფელად გეუბნებით დღეს აგერ თუნდაც ამერიკის ელჩმა რას თქვა თუნდაც ძალიან ბევრმა ოფიციალურმა პირმა ჩემი აზრით გადამწყვეტი და იქ როგორ გითხრათ აი აღმატებული ტონით მოიხსენია ქართული ესე ვთქვათ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არასამთავრობო სექტორი და მე მოხარული ვარ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სეგმენტი აი ამ ყველაფრისა გახლავთ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს და მისი ხელმძღვანელი გახლავთ ჩვენი სტუმარი დიდი მადლობა ქალბატონ კეთი რომ გვესტუმრეთ მე დარწმუნებული არა პირიქით ქალბატონ კეთი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრმა არის ის რამდენი კარგი და პოზიტიური პროექტები გაქვთ დაფიქსირებული და მოაზრებული და რეალიზებული ქვეყანაში რამდენი წელი არის აი ფაქტურად თქვენ მე არ ვიცი ახლა მე ოფიციალურად გიცხადეთ ბატონებო რომ აი ათობით არასამთავრობო სექტორს მედია საშუალებებს აი მართა მხარდამჭერა და აი უფროს მეგობრად დგას სწორედ ღია საზოგადოება საქართველოს და ეს სწორედ ქალბატონი კეთის დამსახურება სწორედ აი ამ ფონდში მომუშავე ადამიანების რაღაც აი მართა გეუბნებით აი შეუპოვარი ბრძოლის შედეგია რომ ბევრი თუ კი ვინმე არსებობს დღეს აი თუნდაც მედია სივრცეში სწორედ მათი დამსახურება და მადლობა რომ გვესტუმრეთ მოდით აი ქალბატონო კეთი დღევანდელ დღეზე დღევანდელ ყოფაზე ვისაუბროთ რაღაცნაირად ისე გამოჩნდა თავარი თემა დღეს არის მედია და არასამთავრობო სექტორი მე ასევე მინდა ჩემი აღფრთოვანება დაგიფიქსიროთ თქვენ და ყველა არასამთავრობოს ვინც 29 დეკემბერს რაიხსტაგთან საპროტესტო აქცია ჩაატარეთ ეს იყო დიდი მარში ეს იყო დიდი გამარჯვება ქართული სამოქალაქო მოძრაობისა არასამთავრობო სექტორისა და ფაქტიურად იქედან დაიწყო ბრძოლა საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისაკენ მიმართული და თქვენი ყავით იქ თქვენი ამქარი იდგა იქ თქვენი სამეგობრო იდგა მთელი ქართული 29 თუ 32 არასამთავრობოზე მეტი იყო მართა და ეს იყო აი ხსნა დაშვება მედიისთვისაც და პოლიტიკური პარტიებისთვისაც ვერცელს აღმოაჩნდა ის ბერკეტები რითაც შეეძლო ზემოქმედების მოხდენა აი ამ ხელისუფლების რაღაც ბარბაროსული გადაწყვეტილების წინააღმდეგ და სწორედ თქვენმა სექტორმა ილაშქრა ესე თქვა და მსოფლიო ესე თქვა შეაზნაზარა თქვენმა პროტესტმა დღესაც რაღაც ამდაგვარი გამოწვევები აქვს თუ ყოველ შემთხვევაში ცდილობენ რომ ეს გამოწვევა ჩათვალონ რომ არ აყვავს სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს მე მახარებს რომ არსებობენ მოდით ამ თემებზე ვისაუბროთ აი როგორ განვითარდებიან გახსოვთ აი 2003 წლის ბოლოს რა ხდებოდა ფაქტიურად მთელი არასამთავრობო სექტორი გადაშკავდა ხელისუფლებაზე და უჩხულებად იქცნენ ხო იყო ეს აი დღეს გვაქვს გასაყარი საფრენ თუ არა სამოქალაქო სექტორის თვალსაჩინო წარმომადგენლები ესე ვთქვათ ნუ რბილად რო ვთქვათ გახდებიან თუ არა ხელისუფლების დამყოლ ძალად მოდით ამ თემებზე ვისაუბროთ და იმეც ვიტოვებ ამომწყურავ ინფორმაციას მიაცლით შესაძლებლობა. დიდი მადლობა. მადლობა ესეთი სიტყვებისთვის. თითქოს ჩვენი ფონდი მაინც უფრო კრიტიკას არის ხოლმე მიჩეული და სასიამოვნოა, როცა გვაქებენ. მართალი ძანდებით ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით ჩვენი ფონდი ცდილობდა რომ ერთი მხრივ დახმარებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად მათ გაძლიერებაში, დახმარებოდა მათ იმაში რომ ადვოკატირება მოეხერხებინათ იქნებოდა ეს ადამიანის უფლებათა თემები ქვეყნისთვის სხვა საჭიროებათა თემები მთავრობის გამჭვირვალობის თუ სხვა ამავე დროს ფონდი ცდილობდა რომ ძალიან სერიოზულად დახმარებოდა მედია ორგანიზაციებს ხა ეს რა თქმა უნდა ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობით იყო გამოწვეული დღეს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს დამოუკიდებელ მედიას რომ გაძლოს ეს ეხება როგორც ტელევიზიებს ასევე გაზეთებს და ინტერნეტ მედიას ყველას დაახლოებით ერთნაირი პრობლემა უდგას თუმცა სხვადასხვა მასშტაბის
და არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის გავლენა ამ მედია სფეროზე. ამიტომაც ფონდს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახული ჰქონდა სწორედ მედიის დახმარება, ერთი მხრივ დამოუკიდებელი მედიის დახმარება და გაძლიერება, მეორე მხრივ თავად ამ მედიის შიგნით მედია საკითხების ადვოკატირება. ამ მიმართულებით გარდა იმისა, რომ თალკეული გრანტების გაცემა მოხდა თქვათ მედიისთვის, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისთვის, მოხდა აგრეთვე დახმარება მედია ადვოკატირების კოალიციისა, რომელსაც ჩემი აზრით ძალიან სერიოზული როლი შეასრულა აი ამ განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე. ხა ისტორიაში ესე ხმამაღლანად თქვამია, მაგრამ გავამბობთ რა საუბრობთ. მაბაძეს რა მინდა გაგიფყაროთ, არი ფიქრობთ ხალხო რომ რაღაცა ფაქტი გაიხსენეთ რა ის რეპორტერების ტერორი რომ დაიწყო და რომ დაიჭირეს. ეს ხალხი იყო ვინც ედგა ამ ხალხსა. აი ნანალეჟავას გადაცემა წლები აფინანსებდა ღია საზოგადოება. ყველაზე მნიშვნელოვანი აი მედია პრობლემატიკაში სწორედ ფონდის ღია საზოგადოება იყო, ესე ვთქვათ, თანამონაწილე. გააძლიერეთ თქვენ ფაქტიურად ქართული მედია ამით. ხო, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ მარტო ვერ ვიყავით ამას, არ ვიყავით, უბრალოდ ამას ვერ დავიბრალებთ. გაჩნდა სხვა ორგანიზაციების, თქო, ამერიკის განვითარების აგენტოს დაფინანსებით აირექსი, რომელიც ასევე ეხმარება მედიას, ევროკავშირი, რომელიც ასევე ეხმარება თქვათ საგამოძიებო მედიას, მაგრამ ცენტრის ეს იყო ერთ-ერთი მართლა პრიორიტეტული მიმართულება. და სწორად ძანეთ თქვენ როდესაც კონკრეტული პრობლემები დგებოდა, ესე იგი ცალკეული ჟურნალისტებისა, იქაც განსაკუთრებით მედია კოალიცია წინ მოდიოდა. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც დააპატიმრეს ფოტოჟურნალისტები სრულიად გაუგებარი ბრალდებით და მალევე გაათავისუფლეს. შემდეგ კი არა იქამდე როდესაც ჩვენ მქონდა 26 მაისის მოვლენები, როდესაც ჟურნალისტები საოცრად ესე იგი დააზიანეს, დააზარალეს, დაუმტვრიეს კამერები და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მაშინ იყო ის შემთხვევა, როდესაც მედია კოალიცია და სხვა ჟურნალისტები ერთად დადგენ და მათთვის პირველ რიგში მოითხოვეს ანაზღაურება, მოითხოვეს, რა თქმა უნდა, პატივის მიგება, სათანადო პატივის მიგება და უნდა ითქვას, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდა, ამას რამდენიმე თვე დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ხელისუფლებამ აღიარა, რომ მართლაც დანაშაული იყო ჩადენილი ამ ჟურნალისტების მიმართ და მოხდა, გარკვეულწილად კომპენსაცია. ეს უკვე ასე ვთქვათ, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა რამეც გახდა საჭირო ამ წელიწადნახევრის მანძილზე. რაც შეეხება, ახლა მე არ მინდა ჩვენი ფონდი ვაქო და ამაზე ვისაუბრო დიდხანს, მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო არასამთავრობოების ერთობლივ ქმედებაზე, რომლებშიც ჩვენც მონაწილეობდით, გარკვეულ შემთხვევებში მეხმარებოდით, მაგრამ მონაწილეობდნენ აგრეთვე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, რომლებიც დღეს საქართველოში არიან. თქვენ სწორედ ძანეთ, მაშინ როდესაც 2011 წლის დასასრულს მიღებული იქნა ცვლილებები კანონმდებლობაში, ეს იყო ძალიან მძიმე ცვლილება, რომელიც ფაქტიურად იმ სახით რომ დარჩენილიყო, თითქმის გამორიცხავდა პოლიტიკურ კონკურენციას საქართველოში, თითქმის გამორიცხავდა მეტნაკლებად სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობას და გამორიცხავდა ადამიანების ელემენტარული არა მარტო ელემენტარულ აქტივობას, პოლიტიკურ აქტივობას, ამავე დროს აზრის თავისუფლად გამოხატავს. იმიტომ რომ თქვენ ალბათ გახსოვთ პირველ ცვლილებებში, რომლებიც მიღებული იყო. ეს იყო ფაქტიურად ადამიანი, ეს გამოიყოფოდა პიროვნება პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან. საქართველოს პატარა ქვეყანაა და ირიბი კავშირი ერთმანეთთან ყველას. ხელისჩამოწმების ეშინოდა ხალხს, არ გახსოვთ? ირიბი კავშირი გვაქვს, ისე რომ ფაქტიურად ყველას იმ შემთხვევაში თუ იგი თავისუფლად გამოთქვა და მოსაზრებას მიიჩნევდნენ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ პირად და შემდგომში მას უკვე ყველა სხვა ტიპის საქმიანობა ეზღუდებოდა, იქნებოდა ეს ბიზნეს საქმიანობა თუ სხვა სახისა. ეს მართლაც მაშინ შემაშინებელი ცვლილებები იყო, მაშინ ვთქვათ, რომ აი მაშინვე დადგა ერთად სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედია ორგანიზაციები. და მე რომ მკითხო, სწორედ ამით იყო ძლიერი ეს მოძრაობა, რომელსაც მაშინ გახსოვთ ეს შეგეხება უწოდეთ. ამაში სწორედ იმით იყო ძლიერი, რომ განსხვავებული ტიპის ჯგუფები დადგენ ერთად, ინდივიდუალური ჟურნალისტები, ცნობილი ჟურნალისტები, არასამთავრობოები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობდნენ და არჩევნების თემებზე და აი ამ ერთობლიობით ძალიან ბევრი რამ მოხერხდა. მამაძე რა მინდა გავახსენო მაყურებელს, აი მეტროებთან რომ აქციები ტარდებოდა, აი მათი მოწყობილი არის და ამას ყველაფერს აფინანსებდა
ფონდი ღია საზოგადოება და შემდეგ ის გამოიღო იმათ მასშტაბში. გამოიღო. ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ არჩევნები იდეალურ სიტუაციაში ჩატარდა, ან ჩვენ მქონდა იდეალური საარჩევნო გარემო, მაგრამ აშკარად ეს გარემო ამ წლის მანძილზე გაუმჯობესდა. ეხლა ჩვენ მართლა გვახსოვს განსაკუთრებით კარგად გვახსოვს თქვათ ის ქუჩის საკმაოდ ლამაზი აქციები არა, როდესაც ვიგდებოდა სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალა, როდესაც ხალხი ხელს აწერდა და მხარს უჭერდა. მაგრამ ეს არ იყო მარტო ქუჩის აქციები. ესეც უნდა გვახსოვდეს, როდესაც თქვათ არასამთავრობოების სისუსტე სიძლიერეზე ლაპარაკობენ, რომ არასამთავრობოების ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვდა უკვე და საექსპერტო გამოცდილებას. ანუ ეს არ იყო უბრალოდ ქუჩაში გამოსვლა. ეს იყო ძალიან სერიოზული მუშაობა თითოეულ კანონპროექტზე. ესე იგი, ერთი მხრივ ანალიზი ამ კანონპროექტებისა, მეორე მხრივ ახალი რეკომენდაციების შეთავაზება. და მე მგონი სწორედ იმიტომ და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი არასამთავრობო ხსენება შეიძლება იქნება ეს ახალგაზრდა იურისტები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები, თუ ბევრი კიდევ სხვა, რომელთაც ძალიან კომპეტენტური მასალა წარადგინეს. ამიტომაც ალბათ ძალიან გაუჭირდა საპარლამენტო უმრავლესობას მაშინ დროს თქვა ჩვენების უარის თქვა გახილვაზე და მე თუ ყველა არა გარკვეული რეკომენდაციების მაინც გათვალისწინებაზე. ანუ მე ისე თქვა მინდა ეს არ იყო ქაოტური მოძრაობა, ეს იყო საკმაოდ თანმიმდევრული, ჯერ ესე იგი მუშაობა იყო იმ კანონებზე, რომელიც უკვე მიღებული იყო და მათ საპირისპირო ასე ვთქვათ კანონპროექტების შექმნაზე. შემდეგი ეტაპი შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უკვე უფრო წინსვლა. წინსვლა მაშინ, როდესაც შემოვიდა მასტკერი და მასტოფერი. ეს შენგეხება სახელით წამოვიდა, თუმცა აქ ამ შემთხვევაში ინიციატორი იყო სწორედ მედია ადვოკატირების კოალიცია. იქაც ასევე მოხდა ძალიან მაღალ დონეზე დაიწერა ეს კანონპროექტთა ერთობლიობა და ასევე დასაბუთება ამ კანონპროექტთა საჭიროებისა. რომელზეც ასევე გაუჭირდა თუ არის თქმა, თუმცა მე უკვე მიღებული იქ და გარკვეული შეზღუდვებით, ესე იგი შეზღუდვებით ფაქტიურად 60 დღეს მოიცავდა საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყებიდან არჩევნების დღემდე. შემდეგი ეტაპი უკვე იყო ერთი მხრივ ამ მასტკერის გახანგრძლივებაზე მუშაობა. ეხლა კანონის თვალსაზრისით ეს არ მოხერხდა, მაგრამ მოხერხდა ის, რომ ის მიმართვა საკაბელო მაუწყებლობებისადმი და თავად ტელევიზიებისადმი აღმოჩნდა მაინც ეფექტური და ჩვენ ვნახეთ, რომ არ შეწყდა ეს ძირითადად არ შეწყდა, ხა ვერ ვიტყვი ყველა საკაბელოზე და ყველა რეგიონზე, მაგრამ ძირითადად არ შეწყდა და გაგრძელდა როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდეგ პერიოდში და დღესაც არა მუშაობს, მუშაობს. შესაბამისად, თქვენ რომ ბრძანეთ გადაცემის დასაწყისში, რომ სისუსტეზე ხა უკეთესი ყოველთვის შეიძლება. იდეალური ჩვენი სამოქალაქო სექტორი არ არის, არც ჩვენი მედია სექტორია, მაგრამ ჩემის აზრით სწორედ აი ამ 2012 წლის მანძილზე სამოქალაქო სექტორი იყო გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე იყო წინა წლებში, შეიძლება შევადაროთ 2003-ს. მაგრამ იყო ორგანიზებული, იყო ძლიერი, იყო კომპეტენტური. და მე მგონი ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა საკმაოდ სერიოზული შედეგი. კიდევ ისიც თქმა მინდა, მე მგონი ჩვენ მოვახერხეთ ისეც, რომ ყოფილიყავით მიუკერძოებელი. ხანდახან ესე იგი სიცილით შუაშისტებს გვეძახიან, მაგრამ სწორედ ამ შუაშისტობამ ჭყალებში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თანაბრად გვესაუბრა როგორც იმდროინდელ ხელისუფლებასთან, ასე ოპოზიციასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. და მინდა გითხრათ ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც იმიტომ გვიწევდნენ სწორედ უფრო მეტად ანგარიშს და იმიტომ იზიარებდნენ იმას, რასაც ვამბობდით, რომ ხედავდნენ, რომ ჩვენ არა ვართ მიკორძოლებულები. ანუ ამ შემთხვევაში არ ვმუშაობთ ერთ ან მეორე პარტიაზე. თავისთავად ადამიანს ესეც არა აქვს აკრძალული, მაგრამ კარგია, როცა არის რაღაცა სივრცე, სადაც მოქალაქე მოქმედებს როგორც მოქალაქე. და არა როგორც მაინდა-მაინც ამ ან იმ პარტიის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა უკვე არჩევნების დღეს განიხილება. შედეგის გამოჩნდა, აი თქვენმა ეგრეთ წოდებული სულ არ მიყვარს ეს რა ქართული მგონი ეს სიტყვა შუაშისტი და მე თვითონ მაგრამ ხო, სლენგის დონეზეა. თქვენმა აი ამ საქმიანობამ შედეგი გამოიღო და მახარებს რომ პროგრესის სახეზეა. ქალბატონო ქეთი გამჩნდა რეკლამაზე, აი 2 წუთში დაგიბრუნდებით ბატონებო, გავაგზავნოთ შემდგომში საუბარი, მაინც პრობლემა აქვს. ეს ქართულ მედიაში რაღაც ლანქი ხელებით ცდილობს შემოიჭრას ჩვენი ბედნიერი ფინანსთა მინისტრი მიშას დავალები და ამაზეც მინდოდა თქვენი აზრი მოესმინა ჩვენს მაყურებლებს. დაგველოდეთ 2 წუთში დაგიბრუნდებით.